მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს მინდა ასეთი თემაში მოგთავაზოთ, რაზე სურს თქვენს სულს რომ დაგელაპარაკოთ. ჩვენ ახლა აქ გვაქვს ესეთი სივრცე ძალიან საინტერესო, სადაც ჩვენ არა მხოლოდ პარტნიორზე ვიგებთ ჩვენ რაღაც ინფორმაციას, ჩვენს თავზეც, იმიტომ რომ ეს არის უყურესო პირველ რიგში მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სული მოდის აქ განვითარებისთვის და მე ძალიან მადლობელი ვარ იმ ადამიანების ვინც რჩება ჩემთან არხზე, ვისაც ეს თემა აინტერესებს, ვინც თავის თავზე ზრუნავს და ვისაც უნდა რომ თავის განვითარება მოხდეს რისთვის, იმისთვის რომ თქვენი ცხოვრება უფრო და უფრო უკეთესი იყოს. იმიტომ რომ აქ არავინ არ მოვიდა იმისთვის რომ იწვალოს, იწამოს და ასე შემდეგ. ყველაფერი რაც ხდება იმის გამო, რომ ჩვენ უბრალოდ არ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, რომ ის რამე რაც ხდება არ მოხდეს, ხო? იმის მიუხედავად, რომ ეხლა არის ესეთი ცხოვრება, რომ უამრავი ინსტრუმენტი არსებობს, მაგისთვის მაგამ სამწუხაროდ ყველა მაგას არ იყენებს. ხა ყველაზე ადვილია თქვა, ой, მაგისი მე არ მჯერა, ეს არის სისულელი და გააგრძელო ტანჯვა. ეს ყველას არჩევანია, რა თქმა უნდა, ჩვენ კი ვინც ვისაც არ გვიდა ტანჯვა და გინდა რომ გავიგოთ კიდე უფრო და უფრო მეტი ჩვენს თავზე, ჩვენს სულზე, ჩვენ ვიცხოვროთ კარგად, ხო? მე დაგეხმარებით მაქსიმალურად, იმიტომ რომ ჩემთვის როგორც ვამბობ ხოლმე, ყველაზე საუკეთესო кейსი ვარ, ანუ ადამიანი, რომელიც მიყვება თავის სულის გზას და თავის ცხოვრებას უფრო და უფრო აუმჯობესებს და ერთ-ერთი ჩემი ამოცანა არის ამ ცხოვრებაში, რომ გავუზიარო ეს სხვებს, რა თქმა უნდა, ვისაც უნდა. ვნახოთ ახლა ჩვენ დღეს რაღაცა სხვა დასტები ჯერ ავირჩიე, მაგრამ უცბად რაღაც ჩემმა სულმაც მიგარნახო, რომ არა, მოდი ეს დასტა აიღე და ვნახოთ, რა ვიცი, ამასაც დავეხმარები, ვნახოთ, კითხოთ ახლა რატომ უნდა და ამათაც საუბარი, თქვენ იცით მე ჩემი მიდგომა ტარო სადმე, ეს არის ფსიქოლოგიის წიგნი ჩემთვის და ამიტომ გავშლით ჩვენ ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს და გავიგეთ მთავარია ის პასუხები ვიპოვოთ, რაც ჩვენ გვაინტერესებს. მე მგონი საინტერესო კითხვები მოვამზადეთ თქვენთვის და ვნახოთ აბა. მოდით პირველ რიგში ვკითხოთ ახლა ჩვენ რა უნდა თქვენ სულს რომ გითხრას, აი ეხლავე, აი ამ დროს ეხლა. რა უნდა საერთოდ რის თქმა სურს, მოდით ასე ვთქვათ რა. ვნახოთ რომელ სფეროში გაქვთ ცოტა დაკარგული კონტაქტი. ანუ თუ დაუშვათ, ახლა ნახეთ ეს რას ნიშნავს, როდესაც შენ დაუშვათ, ანუ სული ხო კარნახობს, ჩვენ უბრალოდ უნდა ვუსმინოთ ჩვენ სულს, ხო? აი რაღაცას რაზეც შეიძლება ვთქვათ, ეს არ ლაგდება სიტუაცია, შეიძლება ეს ურთიერთობა იყოს, შეიძლება ეს იყოს ფინანსები ან კარიერა, ანუ სადაც ჩვენ აი სწორედ არ ვუსმენთ ჩვენ სულს, რომელიც გვეუბნება, მიდი აი ასე მოიქეცე, მიდი ეს გააკეთე, მაგრამ ჩვენ ზოგჯერ ჩვენს ანუ აი ხმას, რომელიც ჩვენ გველაპარაკება, შინაგან აი შეგნით ხო გვაქვს რაღაცა ჩვენ გველაპარაკება, რაღაც ხმა, ეს არის ჩვენი სული. ზოგჯერ ჩვენ მაგას არ ვუსმენთ, ხო, რატომღაც. ზოგჯერ ვუსმენთ, აი ვნახოთ, შევამოწმოთ. და ვნახოთ, აი რა არ მესმის, რაც უნდა გავიგო, აი ეგაც ნახეთ რა კარგი კითხვა არის, ხო? ვნახოთ ახლა რაში არ მინდა მე ჩემ თავს გამოვუტყდა, იმიტომ რომ არის მომენტები, რომ ჩვენ აი მან არა სხვათა შორის უმაგას ვამბობ ხოლმე ისე მაგრად მუშაობს, მეტად აი ურთიერთობა საერთოდ, აი რამდენჯერ მიჩხუბია მაგასთან, იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს იღებს გვეცნობიერიდან, რომ არ მინდა რომ ეს მე თვითონაც ჩემ თავს გამოვუტყდა, არა ის მეუბნე, არა ასეთი ხარ და აი არის რაღაც ესეთი მომენტები, რაზეც ჩვენ არ გვინდა რომ გამოვუტყვეთ ჩვენ თავსაც, ხო? ვნახოთ კიდე რა გზავნილს გვიგზავნის ჩვენი სული, აი მოცემულ მომენტში რაღაცა სირთულეები ხო არის რაღაცა რომელიღაც სფეროში სიტყვაზე, ხო? ან კარგად შეიძლება ვერ გრძნობ თავს, ან რაღაცა სფეროში სირთულეები, ზოგ შეიძლება სამსახური დაკარგა ადამიანმა, შეიძლება საყვარელ ადამიანთან თქვათ მოვიდა არასასიამოვნო, ანუ რაღაცა, აი ვნახოთ რა გზავნილია ეს სულიდან, რა უნდა რომ მაგ სიტუაციით აგიხსნას რა. აი ეს ვნახოთ. და რა სურვილებს ვაიგნორებ ჩემი სულის. ვკითხოთ, აი ძალიან ხო და ძირიან ფესვიანა უნდა ვნახოთ დღეს ყველაფერი, ხო? რაც ჩვენ უფრო ნათელს
მოგცემს. პირველი ნაბიჯი რა უნდა გავაკეთო მე უკვე დღეს იმისათვის რომ მე ჩემს თავთან ვიცხოვრო ჰარმონიულად. რა ეს ჰარმონია რო ვიპოვო, რა უნდა გავაკეთო და რა რესურსი არის ისეთი ძლიერი ჩემში, რომელიც მე არ ვიყენებ. აი ეს ვნახოთ და ვნახოთ რა გზას ირჩევს ახლა, თქვენი სული. всё, ნახოთ. ესე იგი ჩვენ გვახსოვს რომ ეს არის საჯარო გაშლა. ანუ ჩვენ ვიღებ მხოლოდ იმას, რაც გჭირდებათ, ხო? რაც ახლა რეზონირდება. აი ესეთი ზოგადი გაშლა გავაკეთე, რომ მაინტერესებს, მეც არ გამიკეთები ამ არხზე, ახლა ისე კი ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ აი ნახოთ ახლა ჩვენ, იმიტომ რომ მე მატრიცას რო ვიყენებ, პრინციპში არ მჭირდება ეგეთი გაშლა, მაგრამ ვისაც არ აქვს მატრიცა, თქვენთვის კარგი იქნება, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ ასეთი გაშლა. ანუ რა უნდა თქვენ სულს რომ გითხრას ეხლავე. რა და აი ის რომ ეხლა თქვენ ხართ რაღაც ისეთ პერიოდში, როცა აი ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ და რაღაცა ნახეთ აქ როგორი მომენტი არის. ახლა პირველ რიგში რა უნდა რომ გითხრათ რომ მე აი ცხრიანი საერთოდ ეს არის უფრო ანუ ძველი სულების ნიშანი რა. და ანუ ეს იმასე რომ შენ ძალიან გამოცდილი ხარ, შენში არის ძალიან ბევრი ცოდნა, შენში არის ძალიან ბევრი ენერგია, შენში არის ანუ არარეალიზებული ხარ ჯერ ბოლომდე. იმის მეუხედავთ რომ აი ძალიან ჭკვიანი ხარ. მეაქციეთ ყურადღება, რადგან საჯარო გაშლა უფრო იმათმა, ვისაც გაქვთ თქვენ დაბადების დღე ან 9 რიცხვში, ან 9 თვეში, ან თუ დაუშვით ჯამში გაქვთ თქვენი დაბადების წელი რო შეაჯამოთ, თუ ცხრიანი გამოდის, გაიგეთ? აი, კიდე შეგიძლიათ დაბადების დღე, თვე, აი ეს წელი ერთად რო შეაჯამოთ და მიიყვანოთ 9-მდე. ეგ მე ვასწავლე უკვე ჩვენთან ვინც არიან ახლა ხოლმე ტრენინგების ვასწავლე, იღა მატრიცას კურსი რო დაიწყება, რა თქმა უნდა, უფრო მაგრად გასწავლე და აგიხსნით, მაგრამ უბრალოდ აი ეს თუ გინდათ ელემენტარული დაითვალეთ და იმიტომ რომ თქვენთვის ეს უეჭველი იქნება ეს გზავნილი, იმიტომ რომ ან თუ მატრიცას გადახედათ, ვისაც გაქვთ უკვე მე-9 ენერგია იპოვეთ რა, თუ სადმე გაქვთ, იმიტომ რომ ეს გზავნილი უშუალოდ აი ასეთ ადამიანებისთვისაც იქნება აუცილებლად, იმიტომ რომ პრინციპში შემიძლია გითხრათ საიდუმლო, რომ ვინც უყურებს აი რეგულარულად, ხო? ვინცაც აინტერესებს ეზოტერიკა, შანსი არ არსებობს, რომ ის მატრიცაში ეს ენერგია არ იყოს. უბრალოდ ახლა ყველა ადგილს აქვს თავისი ახლა უფრო მნიშვნელობა და მაგრამ აი აქ ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ცოდნა დევს შენში და აი ამისი თქმა სურს და შეიძლება უკვე აი ხა ერთი მომენტი მინდა რომ შევამოწმო, კიდე რას მეუბნები აქ ამით ახლა ამ არკანით. всё, კი, აი ზუსტად ეს მოვიდა. რაღაცა პერიოდი, ნახეთ ახლა გეტყვით. საერთოდ ნახეთ დააკვირდეთ. აი კიდე ვინც მე 16 რიცხვშიც დაებადეთ, თქვენთვისაც იქნება მაგარი საყურადღება. ისედაც ნახეთ, დააკვირდეთ თქვენი ცხოვრების პერიოდი. შეიძლება საერთოდ არის ეგეთი წესი, რომ აი ყველა 9 წლის მერე რაღაცა ხდება ცვლილება შენ ცხოვრებაში, ხო? აი დააკვირდეთ, შეიძლება ეხლა ამ წუთში შენი სული ან ემზადება იმისთვის, რომ რაღაცა შეიცვალოს შენ ცხოვრებაში, ხო? ან უკვე შეიცვალა. მიხვდით? ანუ ეს არის როგორ გამოცდილება, რაღაცა შეიძლება კიდე ნახათ როგორი მომენტი ცხრიანებს რო თავი დავანებოთ მატრიცაში. უბრალოდ შეხედეთ. შეიძლება თქვენ რაღაცა პერიოდი თქვენი ცხოვრების გამოიარეთ, იქ ქონდა რაღაცა მომენტები, თქვა შეიძლება სირთულეებიც იყო, ეხლა ჩვენ აქ ვნახავთ. ყველაფერი რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს პერიოდი სრულდება. და თქვენი ცხოვრება უნდა შეიცვალოს, მიხვდით? ეს არის მნიშვნელოვანი, რაღაცა ეტაპი დაასრულე შენ. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცა გაკვეთილები იმ დროს სული მოდის, აქ დედამიწა არის სულისთვის ერთ-ერთი სკოლა. და ყველაზე რთული კლასები არის აქ, რასაც ჩვენ გავდევართ. აი ჩვენ რაღაცა ეს არის ზუსტად საფეხურები. აი სიტყვაზე გამოვია პირველი, თქვათ, ანდასაწყისი ეს ხო? კლასებით გავიარეთ, მერე უკვე გვაძლევენ საშუალება, რომ საშუალო სკოლაში გადავეთ. მერე უკვე
მაღალ კლასებში. აი ესე არის აქაც რა. ანუ აქ მეუბნებიან, რომ თქვენ რაღაცა უკვე ეტაპი გამოიარეთ და უკვე მზად ხარ გადასასვლელად სხვა ეტაპზე. აი ეს მარტივად რომ აგიხსნათ. კარგით. ანუ რა სფეროში თქვენ გაქვთ უკვე დაკარგული, რა სფეროში გაქვთ თქვენ? ეხლა ნახეთ რა სფეროში ჰარმონია. ჰარმონია. ანუ даже სფერო ეხლა კონტაქტი რა სფეროსთან გაქვთ. გოგოებო და ბიჭებო, ნახეთ მომისმენთ რა არის. აი აქ ძალიან აქ სფეროს გვეკითხებიან, აქ ვისთან არ ვიკითხა, მაგრამ მე-14 არკანი საერთოდ არის როგორი მომენტი, იცით? პრინციპში მე შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ საჯარო გაშლა, ვაქცინას ვაკეთებ. თუ თქვენ დაუშვათ, თქვენ გჯერათ, რომ თქვენ ყავთ თქვენი მფარველი ანგელოზი. თუ თქვენ დაუშვათ, ეხლა ელაპარაკებით თქვენ მფარველ ანგელოზებს, ხო? დღეს ნახეთ როგორ სიმბოლურად შევცვალე კიდევაც სურათი რა, საოცრება არის, მოკლედ რა, ამ სივრცეში რაღაცა საოცრება ხდება, გეფიცებით რა. და მაგ შემთხვევაში თქვენ არა გაქვთ დაკარგული არაფერი, არანაირი კონტაქტი, იმიტომ რომ ეს საერთოდ მე-14 არკანი ეს არის ერთ-ერთი აი სულის ნიშანია. გაიგეთ რა ხდება? ახლა ჩვენ ახლა აქ ვერ ვეთქვით რომ აი სულთან გაქვთ დაკარგული, მე ხა მაინც შევამოწმებ კიდე დავამოწმებ. მაგრამ თუ თქვენ გჯერათ, თუ თქვენ ელაპარაკებით, თუ თქვენ დაუშვათ ახლა მე მაგადაქალი მყავს, ეგ даже кейფიც რო кейფია, პირველი უნდა თქვა სადღეგრძეო ჩვენ მფარველ ანგელოზებს გაუმარჯოს, ხო? აი თუ თქვენ სულ გაქვთ ეგეთი კავშირი, მაშინ არაფერიც არა გაქვთ, მაგრამ მე მაინც დავამოწმებ, იმიტომ რომ საჯარო გაშლა გვაქვს და ამიტომ ჩვენ უნდა ვნახოთ, მაინც რა უნდა რომ თქვას. ხო. აქ მაჩვენებენ რომ ვიღაცა შეიძლება გქონდეს ეს. ეხლა ნახეთ გეტყვით მე თქვენ. ზოგჯერ არის ნახეთ როგორი სიტუაცია ეხლავე აი ამ უკვე ამ კარტებზე შემიძლია თქვა რომ ზოგისთვის შეიძლება იყოს ეხლა ძალიან რთული პერიოდი. იმიტომ რომ ნახეთ ტრანსფორმაცია როცა მიდის, ანუ ვერ იტანს ბევრი, მე აგიხსნით ეს როგორ მუშაობს. ნახეთ, აი დაუშვათ თქვენ რაღაცა გადაწყვეტილება მიიღეთ. შეიძლება თქვათ რაღაცა ახალი სამსახური, ახალ ქალაქში გადასვლა, ახალ ქვეყანაში გადასვლა, ახალი რაღაცის შესწავლა გინდათ, ხო? და თქვენ ახლა თქვით, რომ აი ნუ არ არის რაღაცა ახალი თქვენთვის, ხო, სხვა. და თქვათ მოვიდა დრო და თქვენ იზახოთ რომ არა მე მინდა რომ ეს უკვე მქონდეს ცხოვრებაში, მაგრამ აქ იწყება მე ეს სირთულები როგორი ხდება, იცით, მიდის თქვენი შემოწმება, რამდენად ხარ შენ მზად იმისათვის რომ ეს შემოვიდეს შენ ცხოვრებაში. ამ პერიოდში შეიძლება აი ეს არის როგორ даже აი სულ ეზოტერიკასაც თავი დავანებოთ, ნუ პრინციპში ეს მუშაობა ეზოტერიკა და სულიერი ცხოვრება და მატერიალურს ვერ გამოგლიჯა. ერთმანეთში არიან ძალიან საერთოდ ეგენი გადახვართულები, ხო? ანუ ნახოთ როგორი მომენტი არის. აი დაუშვა ადამიანი მიდის კარიერის მიხედვით, ხო, თქვათ ახლა უნდა წინსვლა, უნდა რომ თქვათ მიაღწიოს რაღაცას, ხო? და თქვათ ბევრ რამეს აკეთებს, მაგრამ მერე ნახეთ შეიძლება ესეთი პერიოდი შეიქმნას, რომ ადამიანი ამბობს, რომ всё დავიღალე რა, იმდენი რამე გავაკეთე, იმდენი რამე ჩავდე, იმდენი ნერვები ჩავდე მე ამ საქმეში, რომ ნუ არ გამონდეს რა. არ შემიძლია, ან ვიღაცა ეუბნება, რომ ბიჭო ამდენი რაღაცა გააკეთე და არ არის შედეგი და რას ხარჯავ ამ ნერვებს და ამ რაღაცას და არის ორი ვარიანტი. ზოგი შეიძლება ნებდება და იძახა და უარს ამბობს თავის ოცნებაზე დაუშვათ, რომ აი ვთქვათ რაღაცა ოცნება აქვს. ზოგი ამბობს, რომ არა მე არ დავნებდები, მე შეიძლება ხერხი შევცვალო, მაგრამ მე მაინც წავალ ამ გზაზე, მე ვიცი რომ ამას მივაღწევ და არის ორი ვარიანტი. თუ შენ იტყვი რომ რა ვქნა, აი გული დაგწყდება რატო? იმიტომ რომ შეიძლება მეორე, მესამე დღეს, თქვა აი შენ, ნუ ბოლო ეტაპზე ეგრე ხდება რა. ისეთი სასწაული მოხდეს რომ ინანებ. და ვინც იტყვის რომ აი ყველაფრის მიუხედავად რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ჩემთვის, ანუ აუცილებლად მიაღწევს, აი ეგრევე დაიხსნება გზა.
მე დამიჯერეთ, იმიტომ რომ მე ხა საკმაოდ ბევრი ხანი ვმუშაობ ამ თემებზე და ძალიან აი ერთი პერიოდი ვიყავი საკმაოდ ძლიერი კოუჩი, აი იმენა ამ თემებში რა ადამიანი ვიცის როგორ მუშაობს, კიდე ბიზნესში და კიდე ახლა საერთოდ ცხოვრების სულ თემებში და ნუ გიგია დამიჯერეთ თუ არა და გეუბნებით, რომ აქ არის ეს მომენტი, რომ შენ შეიძლება ფიქრობ, რომ რა ვქნა, იმიტომ რომ ამ პერიოდში, როცა შენ გადაწყვეტილებას იღებ, აი ყველაფერი შეიძლება დაკარგოს სამსახური და ავადად შეიძლება გახდე, ან ვიღაცა ახლობელი გახდეს ავად, ან რომ შენი ჭირდება, შენი მიხედვა და აი ეგ შემოსწავლეებთანაც ბევრჯერ ეგეთი ახლა უწყოთ გამახსენდა ერთ შემოსწავლე სამსახური და კარგა ყველაფერი რა ვქნა კაბატონ ვალენტინ მეოთხად მოიცადე ჩვენ ვიცით რასაც ვაკეთებ და ეგრევე სამსახურიც ნახა და ზამაგრადაც ყველაფერი მოხდა ნუ უამრავი მაგალითი რატომ გიღეჭავთ ამას რომ პერიოდი გაქვთ ახლა ვინც ახლა ამ წუთამდე ჩემთან არის შეიძლება რთული პერიოდი გაქვთ და მე მინდა რომ ეს ნუგეში მოგცეთ თქვენ და აგიხსნათ რატომ შეიძლება იყოს ეს მომენტი თქვენ ცხოვრებაში და არ ენერგიულად მიხვდით აი ეს მნიშვნელოვანი მარტო კი არა ეს რას ნიშნავს ახლა რომ გითხრათ მე მინდა რომ აგიხსნათ რომ არ ენერგიულად თქვენ რომ ეს ნორმალური თემა არის ხო ვნახოთ ახლა ჩვენ ანუ რა არ გესმის და უკვე დრო მოვიდა რომ შენ ეს გაიგო აი აქ არის ნახეთ რა ხდება აქ მაღალი ძალებს არის მაღალი ძალების რაღაცა არ გესმით აი ნახეთ ახლა გეტყვით კიდე აქ ვიღაცა მყავს ახლა ძალიან იმედგაცრუებულია არ ვიცი თუ გინდათ მოდაწერეთ ახლა იმაში რა ქვია კომენტარებში აქ არის ახლა ვიღაცა ადამიანი ვის ცხოვრებაშიც მოხდა ძალიან რთული სიტუაცია რთული პერიოდი და ყველასთვის არა მაგრამ აი ვიღაცისთვის უეჭველი იქნება ეს ინფორმაცია და არ შემიძლია რო არა ვთქვა არის ეგეთი პერიოდები როცა ადამიანი რაღაცას თხოვს რაღაცას ცდილობს აკეთებს მაგრამ არ გამოდის და ადამიანს აქ აი როგორიც არც ღმერთის სამწამს და არც მაღალი ძალების და არაფრის ახლა არ ვიცი რატომ უყურებს ახლა თუ აქ არის ეს ადამიანი ხო ნუ შეიძლება რამე ჩემი ნდობა აქვს მე არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე შემიძლია გითხრათ რომ აქ უკვე უნდა გაიგოთ თქვენ რა არ დანებდეთ რაც მთავარია გული არ გაიტეხოთ და აი არ შეიძულოთ და არ თქვათ ცუდი არაფერი აი ღმერთი არ არსებობს ძალები არ არსებობს მაღალი რომელიც ჩვენ გვეხმარება მფარველი ანგელოზები არ არსებობს აი გეხვეწებით რომ ეხლა ესეთ მდგომარეობაში თუ ხართ აი სისულელები არა თქვათ რა არა თქვათ იმიტომ რომ აქ არის პირიქით მე მაგალითად თქვენთვის გეტყოდე რომ წადე ეკლესიაში რა წადე და პირიქით ანთლები და ილოცე რა იმიტომ რომ არ არის ახლა აქ ღმერთი შენსკენ არის და კიდე ნუ ეს არის ეს რა ქვია იმ იეროფანტი ეს არის აი პაპა რა პაპა იმისი აი რომის პაპასაც ვაჩვენებენ იმიტომ რომ ახლა და აი გვეუბნებიან რომ შენ ახლა რას არ გესმის და უკვე დროა რომ გაიგონო კიდე ნახეთ რა მომენტი მომდის ახლა კიდე ნახეთ ჩემო სიხარულებო ვისაც გაქვთ თქვენ ცოდნა ვინც ისწავლეთ თქვენ დაუშვათ რამე საკრალური ცოდნა და თუ თქვენ დაუშვათ ხართ უკვე იმიტომ რომ მე ახლა წინა ვიდეოშიც მაგას ვამბობდი ნუ ვიტყვი რა ვქნა ყველას თავისი მისია აქ ჩემი მისია ეგ არის რა თუ თქვენ აერჩიეთ გზა რომ თქვენ გაქვთ პროფესია რომელიც ეხმარება ადამიანებს სულიერად ეს შეიძლება იყოს გეუბნებით კიდე ფსიქოლოგიც შეიძლება იყოს ეს შეიძლება იყოს თქვა ტაროლოგი ნებისმიერი ეზოტერიკოსი სიტყვაზე მოდეთ რა ადამიანი ვისაც ახლა მუშაობს ასეთ სფეროში სადაც შეუძლია რომ სულიერად დაეხმაროს ადამიანს და თქვენ ამას არ აკეთებთ ხო ამიტომ რომ ვაიმე ჯერ არ ვიცი ვაიმე ხა ვის უნდა ჩემი ცოდნა ვის მე გეფიცე აი არ ვიცი რა ენაზე კიდე გითხრათ ახლა სხვა ენა რუსulis და ქართulis გარდა მე არ ვიცი აქ სამწუხაროდ მაგრამ მე მინდა გითხრათ თქვენ რომ ნამდვილად თქვენ უნდა გაიგოთ რომ თქვენ ხართ ადამიანი რომელმაც უნდა დაეხმაროს სხვებს თქვენ ეს არ გესმით ყობა და თქვენ ხართ ადამიანი რომელსაც აქვს დიდი ცოდნა რომელიც უნდა გაეცეს და რო გეუბნები აი რა არ გესმით მაგრამ დროა გაიგოთ თქვენ სჭირდებით სხვებს თქვენ ხართ ადამიანი ვისაც აქვს
ცოდნა, რომელიც არის საჭირო სხვებისთვის. როგორც გინდა გაიგეთ. ან უნდა ისწავლო ისეთი რაღაცა, რაც შენ მოგცემს საშუალებას, რომ სხვებს დაეხმარო. დაეხმარების სხვებს შენც იქნები კარგად. იმიტომ რომ დაიმახსოვროთ ფინანსური თემა მაგალითად, რამდენიც გაქვს შემოსავალი, იმდენად ხარ შენ საჭირო საერთოდ სამყაროსთვის. აი, ახლა აქედან გამომდინარე, ახლა ამას ვამბობ და კიდევ ერთი. რაში არ გინდა თქვენ თავს გამოუუტყდეთ? აი, ზუსტად იმაშიც არ გინდათ რომ გამოუუტყდეთ. რო თქვენ ყველაფრის შემძლე ხართ, რო თქვენ შეგიძლიათ, რო თქვენ, ანუ აქ რა ვიცი, აქ ახლა მექნება ორი მომენტი, ან ვიღაცას იმედგაცრუება, აქ ძალიან ისეთი და ან რა ვიცი, ახლა ყოველ შემთხვევაში კიდე მე-20 არკანი და ახლა რაში არ გინდა რომ შენს თავს გამოუუტყდე, რომ შენ სიძლიერეში. შენ აი იცით რა არის, აქ არის სინდრომი, აი რუსულად არის სინდრომ სამაზვანს, ანუ სამაზვანიც, როცა მე ვფიქრობ, რომ ვაიმე ახლა მე რო ვიტყვე და ვაიმე მე კიდე რამე არ ვიცი და ვაიმე მე რო ახლა ვთქვა, რომ მე ვიცი და ადამიანებს რამე გავუზიარო და ხო შეიძლება რომ რა სიტყვიან და ახლა სისულელია და რაღაცა ამ დროს მოდიან ადამიანები და შეიძლება და ქალები მეგობრები და ეკითხებიან რჩევას, მაგრამ ნუ ადამიანი აი ესეთ დონეზე არის. აი რაღაცნაირად რო თქვენ არ გინდათ, რო თქვენ აღიაროთ ის, რომ თქვენ ხართ მნიშვნელოვანი და თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს სხვისი ცხოვრება და დაეხმაროს. აი ეგეთი თემა მოდის ჩემთან ახლა და რა უყო? ეხლა მე რამდენი დღეა რა? რა გზავნილი გაქვთ? აი, მე ღმერთო დღეს რაღაცა სწავლე. რა გზავნილის გიგზავნეს თქვენი სული ამ მოცემულ მომენტში. 10-იანი ხმალების. იმას გიგზავნის თუ ეს სირთულეები ეხლა არის და აქ ახლა მე დარწმუნებული ვარ ძალიან შეიძლება ბევრ მტკივნეულ მომენტებსაც განიცდით, შეიძლება ზოგ სხეულის ტკივა ეგაც დააკვირდეთ რაღაცა შეიძლება მომენტებში სადღაც ხო? შეიძლება აი რაღაცა თვითონ ნუ ისეთი ინფორმაცია მიიღოთ, რომ თქვა აი რაღაცა დაკარგეთ, როგორც გითხარით სამსახური შეიძლება დაკარგეთ, ფული შეიძლება კიდე რაღაცები. აი ეხლა თქვენ გაგდებს ყველა ვარიანტში სულ ასეთ მდგომარეობაში, რომ თქვენ გაიგოთ ის, რაც მე ვთქვი წინათ. აღარ გავიმეორებ. თუ გინდათ მოусმინეთ კიდე ერთხელ. აქ ეხლა საშინელი დარტყმა მოხდა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ შენ თუ გაიგებ 10-იანი ხმალების, ეს არის რა? როცა ადამიანს უკვე აი ბოლო-ბანაობა რა რო იტყვიან და მე უკვე დაეხმარებენ მაღალი ძალება, მაგრამ იმ შემთხვევაში, როგორც მე თქვენ გითხარით ვიდეოს დასაწყისში, აგიხსენით. თუ გინდათ ის დაბრუნდეთ და მოусმინეთ. და რა სურვილებს თქვენ აიგნორებთ. აი ზუსტად ნახეთ აქ თასების არის ტუზი, მაგრამ აქ არ ნიშნავს ამ შემთხვევაში რომ რაღაცა სიყვარულის თქვათ ესეც აქ სხვა რაღაცა არის რა. ანუ აქ даже ვეტყოდე რომ ბედნიერებას რა. ამას უნდა რომ იყოს ბედნიერი. მაგრამ თქვენი საქციელით არ აძლევთ ამას საშუალებას. იმიტომ რომ აქ ნახეთ, აქ უკვე იმდენი მომენტები, აქ მთელი საგვარეულო ცდილობს რომ თქვენ დაგეხმაროს იმაში, რომ თქვენ დაეწყოთ ახალი ცხოვრების ეტაპი. ეხლა ნახეთ კიდე რაში არის წინააღმდეგობა. გეტყვით თქვენ კიდე ახლა ნუ ვისაც უნდა ის მოусმენთ. როცა დაუშვათ კიდე ერთხელ გეუბნებით, შენი სული უკვე მიუახლოვდა თავის პირად დანიშნულებას. ახლა მე ის მაგალითი ვარ, რომელმაც ჯერ გავიდა თავის გზაზე და ანუ მე ბრმად ვენდე სიტუაციას, რომელიც მოხდა ჩემ ცხოვრებაში. აი პროსტო ბრმად. ნამდვილად არც მატრიცები მქონდა, არც არავინ არ მყავდა ისეთი, ვისაც ეთქვა რომ მიდი შენგან გამოვა რაღაცა სასწაული ეზოტერიკოსი, ან რაღაცა კიდე რაღაცა. უბრალოდ აი სულმა იმდენად აი ასე დღეში შემიყვანა, რომ აი ესე დღეში შემიყვანა, რომ არ ვიცი სადაც უნდა ეთქვა, რო ეთქვა მენაგვი უნდა იყო, მენაგვი წავიდოთ. გეფიცებით ისე დღეში ჩამაგდა. რატო მაგარი ჯიუტი ვარ. როგორც ბევრი თქვენთაგან. იმიტომ გეუბნები მე ვიცი ეს ყველაფერი, ხო? ჯიუტი. ვაიგნორებდე.
მერე ნახეთ რა ხდება და ეს არის ბედნიერება, რომელსაც სულს უნდა რომ გქონდეს. აი დღეს როგორც ვარ სიტყვაზე, ხო? მოდით ჩემ მაგალითზე გეტყვით, უფრო მეადვილება აგიხსნათ. და როცა ნახეთ სული გეუბნება რომ აგერ მასწავლებელი, აგერ სიტუაცია, აგერ რაღაცა და შენ ეძახე. ვაიმე რა ვქნა ფული არა მაქვს. ვაიმე დრო არა მაქვს. რისთვის არა გაქვს ფული, ან რისთვის არა გაქვს დრო? იმისთვის რომ შენ მერე ბედნიერი იყო, მაგრამ მე ხო არ ვუსმენ არც ჩემს სულს, არც მაღალ ძალებს, არც საგვარეულოს, მე არაფერს არ ვუსმენ. ნიშანი მოდის, მე არ ვუსმენ. იმიტომ რომ მე ხო უფრო ჭკვიანი ვარ, რა თქმა უნდა, ვიდრე თქვა იქ რაღაცა სულები და რაღაცა ეს ღმერთები და ასე შემდეგ, ხო? და რას ვამბობ უარს, იმიტომ რომ რა არის, იცი ყველას გვაქვს ინტუიცია, მაგრამ ყველა უსმენს ამ ინტუიციას, არა. მე უბრალოდ აი იმდენად მინდა რომ აი ეს არის ჩემი უდიდესი სურვილი რომ ყველა ადამიანმა იპოვოს ეს სასწაული გზა. იცით რა არის, მე მაგას შეიძლება ასე გულით არ დაგელაპარაკებდით, რომ ყოფილი ვიყავი ის პიროვნება, რომელიც თქვა გაეზარდა, დაიბადა აი რაღაც მილიონერების ოჯახში და ეხლა აქ ვზივარ ვერთობი და ეხლა მოდით თქვენს ეხლა ეგრე ჩემთან ერთად გაერთეთ. ურთულესი პერიოდები მაგ გამოვლილი. ურთულესები. და რისთვის, რომ აი დღეს რომ მეცხოვრა ისე როგორც მე ვცხოვრობ, რომ ვაკეთებ იმას, რაც მინდა, მსიამოვნებს ეს საქმე, პლუს კიდე ვცხოვრობ იმ ქვეყანაში, რომელიც მიყვარს და რომელიც აი არ ვიცი, აი სიგიჟემდე მიყვარს და ანუ ბევრი პლუსები კიდე. მიხვდით? სული გეუბნება, რომ გააკეთე რამე, რასაც გთხოვ. რას ქვია ფული არა გაქვს, რას ქვია დრო არა გაქვს. ყველაფერზე თუ გინდა ეს ტრაქტორის აწყობა, რასაც მობხო. ბიჭო, ნახავ იმ ფულსაც და წახვალ და ისწავლე ტრაქტორის აწყობას და რამდენი იმას დაეხმარები და ასე შემდეგ. ნუ არა აქვს ნიშნობა, კი, მე ხა ტაროლოგი ვარ და ტაროს აკადემია მაქვს და მე რა თქმა უნდა, რომ ვინც მოდის ჩემთან, ეხლა ვუხსნი ხოლმე, მაგრამ ზოგი რიცით როგორ აი არ ვიცი, მე კი არ და ნუ მომბეზრდება, იმიტომ რომ მასწავლებელი ვარ დაბადებული რა. და შემიძლია 1000-ჯერ და იგივე ავუხსნა ადამიანს, მაგრამ ადამიანებს გული მწყდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოსწავლე სხვათა შორის მყავს, ვინც არ წამომყვა პირველ ნაკადში და ეხლა იძახენ, ნეტა მაშინ წამოვსულ ვიყავ, იმიტომ რომ სულ ჩემი გოგოები ეხლა ვინც მუშაობენ წარმატებულები არიან. რატო? იმიტომ რომ თავის სულის გზაზე დაადგნენ. არჩევანი თქვენზეა. რა პირველი ნაბიჯი შეგიძლიათ თქვენ უკვე გააკეთოთ. აი ზუსტად ეს შეგიძლიათ გააკეთოთ პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ იცხოვროთ ჰარმონიაში. ჩემ მოსწავლების საყურადღებო ეს არის მეხუთე ჯვარი, ხო, ისევ აქ სუტრიალებს რო იცოდეთ თქვენ. იმიტომ ამდენი ინფორმაცია მაქვს. ეგეთ ჩემ მოსწავლებისთვის. ანუ ეს არის, ანუ ეს შეგიძლიათ თქვა, რომ მოერიო ის, რასაც ჩვენ აი აქ ველაპარაკეთ რა, დაუჯერე ამ შენს სულს ბოლოს და ბოლოს. მოერია ეს შეგიძლია გააკეთო, რომ შენი შინაგანი ბრძოლა მოერიე და გადადგე ეს ნაბიჯი რა იქნება, ღმერთო ჩემო. ხო შეიძლება რომ სცადო, კი. აი ნახეთ, ენდეს შენ სულს, ღმერთო მე გავგიჟდები დღეს რა გაშლა. ენდეს შენ სულს. ექვსიანი არის ბავშვებო აკაკად ასების. მაგას უნდა გეუბნება. და დაიწყე რა, გინდა ხატვა წადე დაიწყე და ხატვა. გინდა ცეკვა წადე, გინდა იმღერო სადღაც, რა ვიცი, ტელევიზორში, YouTube-ზე რამ იმღერო. გინდა ტარო ისწავლო, წადე ისწავლო, გინდა ასტროლოგია, წადე ისწავლო. რა იყოთ ბავშვებო და რა იყოთ ხალხო? რატო ხართ ესე? რა რესურსს თქვენ არ იყენებთ? ეტლი პოტენციალი გაქვთ უამრავი და აი მაგარი უმაგრესი გზა გაქვთ ხსნილი, წინსვლა გაქვთ მაგარი, ყველაფრის აი შემძლე ხართ და არ იყენებთ იმას, რასაც თქვენ ღმერთი გასცემ. ეს ეტლი არის ერთ-ერთი მნიშვნელობა აქვს ამას, ანუ სულიერი გზა, როცა ადამიანი ხსნის, აი სულიერ გზას, მაშინ მოდის მატერიალურიც. მაშინ იცვლება მაგის ცხოვრებაში ყველაფერი ერთდროულად. აი ეს არის თქვენ, რასაც არ იყენებთ. უდიდეს რესურსს ვერ იყენებთ.
და თქვენმა სულმა რა გზა აირჩიეთ ჩემო სიხარულობე და ზუსტად აქ არის რვიანი თასების. ამას უნდა ეს მაინც მიგიყვანთ. მე აქ შემიძლია გითხრათ. აი აქედან აქ რვიანი თასების შემოსწავლებისთვის. ანუ აქ არის რა ხდება ახლა გეტყვი ორი სიტყვით და ვამთავრებ. всё. აქ არის ეხლა სული იმენა უნდა დავწერო ალბათ რომ რაზე უნდა გესაუბროს კი არა რაზე უნდა იყვიროს რაზე ყვირის შენი სული. ანუ თქვენ სული გეუბნებათ რომ შენ გააქვს ძალიან დიდი პოტენციალი. შენ უნდა შეცვალო შენი ცხოვრება. მოვიდა ის პერიოდი რომ შენ რაღაცა დაასრულე. აიღე რაღაცა გამოცდილება. ეხლა მოვიდა დრო რომ შენ უკვე ეს გამოცდილება სხვებს გაუზიარო. არის შენში ძალიან დიდი პოტენციალი. არსებობენ უკვე ადამიანები, ვინც შენ გელოდებიან. მაგრამ შენ კიდე გაქვს რაღაცა შიშები, შენ კიდე რაღაცა მომენტები გაქვს და ჩვენ ამიტომ მე გიწყობ შენ. შეიძლება ურთიერთობაშიც პრობლემები გექნება ფინანსებში და ბევრ რაღაცებში. სანამ ვერ გაიგებ და სანამ ვერ გადაწყვეტ იმას, რომ მე ვბედავ, მე ვაკეთებ. всё, დღეიდან მე გავდივარ სცენაზე და მღერი. სიტყვაზე იძახე მაგალითად. იმიტომ რომ მე მინდა შენი სული გეუბნება, იყო შენ ბედნიერი, მაგრამ შენ რო კონტრაქტს რო მოაწერე ხელი და უარს რო ამბობ, შენ ესე იგი რამდენი ადამიანთან არღვევ კონტრაქტს. ეხლა სულივე, ნახეთ ეხლა, სული როცა მოდის დედამიწაზე, მაგას მოყვებიან თავისი სულიერი მოზღვარებიც, ასე რომ ვთქვათ, ხო? მაგათში შედიან მასწავლებლებიც შედიან, გინდაც მამაოები, გინდაც ეხლა ფსიქოლოგები, ვიღაცები, ну, აი ესეთ ადამიანები, ვინც ჩვენს გზას გვაჩვენებს, გვიყვალებს, ხო? ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ, რომ თქვენმა სულმა მოელაპარაკა, რომ მე აი ამ პერიოდში მოვალ ვალენტინა შენთან და შენ უნდა დამეხმარო, რამდენი ადამიანი გადავარჩინის სიკვდილს თქვენ რო იცოდეთ, არ ვიცი რა. და მე მოვალ შენთან, ცუდად რო ვიქნები და შენ მე დამაყვალიანებ. ამ დროს ეს ვალენტინა ზიზა თქვა, ეზოტერიკა კი არა, მოიცადე რა. და ეგრეც იყო კაი ხანი. და ეს ადამიანი ეხლა ეძებს, სად არის ეს ვალენტინა? არ არის არსად. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კონტრაქტი. გაიგეთ? და ადამიანი რა. ეს ასე მუშაობს, ბავშვებო, მე ვსწავლობ ამ ძალიან ბევრს მუშაობ ამ თემაზე და არ გეუბნებით ზღაპრებს რა. ასე ვიღაცა გელოდება თქვენ, იმიტომ რომ თქვენ ამ ადამიანებთან გაქვთ, იმიტომ რომ არ არის კონკურენცია არც ეზოტერიკაში, არ არის კონკურენცია ეზოტერიკაში, თქვენ გაქვთ კონტრაქტი, გელოდებათ ადამიანი და თქვენ სადღაც დაფრინავთ. და რაც უფრო მეტ ადამიანს დაეხმარებით, უფრო მაგარი და კარგი ცხოვრება გექნება თქვენ. იმიტომ რომ სამყარო ასე ჩვენ მადლობას გვიხდის, კარგი ცხოვრებით, კარგი თქვათ ურთიერთობები გვაქვს, ფინანსური მდგომარეობა და აი თავისუფლები ვართ. მიხვდით? არ ვიცი, მე მადლობას გიხდით სულ ყველას, ვინც იყავით ამ წამამდე ჩემთან, თუ მომწერთ რომ კი ბოლომდე გიყურე, აი მართლა ცალკე გამოგიგზავნით ჩემს ენერგია და ჩემს სიყვარულს, იმიტომ რომ მაგრები ხართ, ვისაც ეს გაშლა დაეხმარა, თუ გსურთ დაწერეთ დამეხმარე, აი მადლობა თქვენ და ნამდვილად, აი რა ვიცი, მე ვცდილობ ჩემი საქმეც ეგ არის, ჩემი კონტრაქტიც ეგეთია რა, რომ მე უნდა ველაპარაკო ამ თემაზე. თუნდაც ერთ ადამიანისთვის იყო საჭირო ვილაპარაკებ, არ დავიღლები, იმიტომ რომ აი იცით რა არის, შენ როცა იცი რას ნიშნავს. აი აქედან. პროსტა სურათს ნახეთ. აი აქედან. აი აქ. გამოსვლა მე არ ვიცი კარგად თუ დაინახავთ. აი აქედან აქ. პროსტა სურათებს ნახეთ. ამიტომ უფრო გებადება, რომ მოკიდო ხელი აი ასე ადამიანებს და მაქსიმალურად დაეხმარო. შეასრულო შენი კონტრაქტი. მიხვდეთ? всё, ამით ვასრულებ, მიყვარხარ ძალიან, მადლობა რომ იყავით ჩემთან.